მესამეს პირველი ნაწილი. ხო? მესამე ლექცია. თეოლოგიურ ფილოსოფიური ნაწილის ცენტრალური იდეა აქ ვითარდება როგორც მოძრაობა ღმერთისგან ქმნილებისაკენ და შემდეგ ქმნილებიდან კვლავ ღმერთისაკენ. ამ მსჯელობის საფუძველში დგას წმინდა მაქსიმე აღსარებელის ლოგოსთა თეორია და გრიგორ ღვთისმეტყველის ინტუიციები ადამიანის ღვთაებრივი დანიშნულების შესახებ, რომ ადამიანში არის ღმერთის რამ ნაწილაკი, როგორც ერთგვარი ხვედრი, სქემა და ერთგვარი ხვედრი. საუბარი იწყება იმ აზრით, რომ ექსისი, ანუ ჩვევა, ანუ ზნე, მხოლოდ გარე თვისება კი არ არის, არამედ ბუნების მიმართულებაა, რაღაცისკენ ბუნების გახსნა და მიდრეკილება. ადამიანის ბუნებრივი თვისებები თითქოს დამაგრებულია უფრო ღრმა საფუძველზე, რომელიც ადამიანის თავისუფალი არჩევანის შედეგად კონკრეტულ ფორმას იღებს. აქედან მსჯელობა ნელ-ნელა გადადის ევქარისტიულ ონტოლოგიამდე, სადაც ყოფიერება უკვე აღიქმება როგორც ღვთაებრივი სიცოცხლეს თანაზიარება. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაქსიმეს ამბიგვებს. ესე იგი ბუნდოვანი დაარქვეს რა, იმიტომ რომ ძალიან ძნელი გასაგები რო იყო დაარქვეს ლათინურად ამბიგვა. ისე ქვია სხვადასხვა სიძნელეთათვის. ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მაქსიმეს ამბიგვებს, განსაკუთრებით კი მეშვიდე ამბიგვას, რომელსაც მკვლევარები ცენტრალურ ტექსტად მიიჩნევენ. მაქსიმეს ცენტრალურ ტექსტად და ლუდოვიკოს მიერ ის მიჩნეულია, ხოლო ლუდოვიკოს მიერ მაქსიმე არის მიჩნეული როგორც ცენტრალური ფიგურა. სწორედ აქ განიხილება თუ როგორ არიან ღმერთის ლოგოსები დაკავშირებული ქმნილებასთან. ლოგოსები წარმოდგენილია როგორც ღვთის აზრები, ნებელობები და განზრახვები, რომელთა მეშვეობითაც ღმერთის სამყაროსთან გამოდის კავშირში. ღმერთი არ რჩება საკუთარ თავში ჩაკეტილი, იგი გამოდის საკუთარი თავიდან საღვთო ენერგიებით და ეს ენერგიები ქმნილებაში კონკრეტულ არსებობად, სიცოცხლედ და პიროვნულობად ვლინდება. ლოგოსები აღწერილია როგორც ღვთაებრივი სხივები. კარგი სიტყვა გაქვს ქართველებს, კიდევ ჭვირი. ჭვრეტა აქედან მოდის, ჭვირი. ყოველი ქმნილება არის ამ სხივის ერთგვარი კვანძი, კონკრეტული ფორმა, რომელშიც ღვთაებრივი აზრი გამოიხატა. ადამიანი სწორედ ასეთი კვანძია, ღვთის ერთი უნიკალური აზრი, რომელიც ღმერთისგან მომდინარეობს და ამავე დროს მთლიანად ღმერთშია დაფუძნებული. ამიტომ ადამიანი არა მხოლოდ ქმნილება, არამედ ღვთაებრივი ნათლით მოცული არსებაც. ეს გარემოცვა არა გარეგანი ჩარჩოა, არამედ სიცოცხლის შინაგანი სიცია, სადაც ადამიანი არსებობს. ფიზიკაში აღმოაჩინეს მაგალითად, რომ კვარკის უცირესი ნაწილაკი უცნაურად ის ცალკე არ არსებობს, ის ყოველთვის არსებობს ერთგვარ გარემოში. ცალკე კვარკს ვერასდროს ვერ ნახავ, ყოველთვის ის უნდა არ შეუძლია მას არსებობა ცალკე გარემოში, ის ყოველთვის არსებობს კიდევ რაღაცა ერთგვარ სფეროში. აი წარმოიდგინეთ, რომ ესეთი კვარკია ადამიანის პიროვნება, რომელიც არსებობს საღვთო მადლით არის მოცული და აუცილებლად ამ საღვთო მადლის საშუალებით და თავის პირადი ენერგიებითაც ის კავშირშია სხვა ქმნილებებთან. ამ კონტექსტში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვა მისტერია. მისტერიები დაკავშირებულია საიდუმლოსთან, იდუმალ გამოცდილებასთან, სადაც ადამიანი მხოლოდ გონებრივი ცოდნით კი არ შედის, არამედ არსებობით მონაწილეობს. აქ გავიხსენოთ გრიგორ ღვთისმეტყველის მიერ ნაწილაკი, წილი. და სიტყვა იდუმალი მომდინარეობს ჩემი ღმერთზმენით, ან ყოველ შემთხვევაში ძალიან ახლომონათესავია სიტყვა დუმილისა და მიო სწორედ პირის დამუწვას ნიშნავს. მისტაგოგია, ესე იგი მისტაგოგია რა, საიდანაც არის მომდინარეობს ეს სიტყვა. მისტაგოგია სწორედ ამ საიდუმლოში შეყვანას ნიშნავს.
ამიტომ ეკლესიური საიდუმლოებები მხოლოდ რიტუალები კი არ არიან, არამედ ადამიანის დადათარობით შეყვანა ღვთაებრივ ცხოვრებაში. გრიგორ ღვთისმეტყველთან და მაქსიმესთან ადამიანის შესახებ საუბარი გადადის კიდევ უფრო ღრმა დონეზე. ადამიანი წარმოდგენილია როგორც ღვთის ნაწილი, არა პანთეისტური მნიშვნელობით, არამედ როგორც ღვთის მიერ ჩათესილი უნიკალური წილი, ხვედრი, შესაძლებლობა ღმერთი საკუთარ თავს მრავალფეროვნებაში ავლენს და ეს მრავალფეროვნება ქმნილებაში კონკრეტული ლოგოსების სახით ვლინდება. ყოველი პიროვნება ამ მრავალფეროვანი ღვთაებრივი გამოსხივების, ღვთაებრივი ჭვირების, რომლის საშუალებითაც უჭვრეტ ღმერთს უნიკალური ფორმაა. ამავე დროს ეს გამოსვლა ღმერთისგან არ ნიშნავს დაცემას. ნეოპლატონიკოსებთან სამყაროს წარმოშობა ხშირად აღიქმებოდა როგორც ერთგვარი დაღმასვლა და დასუსტება, მაგრამ ქრისტიანულ თეოლოგიაში ღმერთის გარეთ გამოსვლა თავისუფალი სიყვარულის აქტია. ღმერთი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია საკუთარი თავი დათმოს, ადგილი დაუსმოს სხვას და ამით თავისუფალი ქმნილება წარმოშოს. სწორედ აქ ჩნდება ადამიანის თავისუფლების შესაძლებლობა და აუცილებლობა. ტანჯვის თემაც ამავე კონტექსტში განიხილება. ტანჯვა წარმოდგენილია არა მხოლოდ სასჯელად, არამედ პიროვნების ზრდის პირობად. ადამიანი თითქოს ჩანასახიდან იწყებს მოძრაობას ღვთაებრივი სისავსისაკენ. ეს პროცესი მტკივნეულია, რადგან პიროვნება მზა მოცემულობა კი არ არის, არამედ უწყვეტი გახდომა, უწყვეტი ხდომილება, უწყვეტი გადაქცევა ამ ახლად. ამიტომ ტკივილი ხდება პედაგოგი ამღზდელი. ესე იგი პედაგოგისა და მისტაგოგიას შორის არსებობს აქ კავშირი, რომელიც ადამიანს ზრდის და აყალიბებს, გამოქნის, ჩამოქნის ადამიანს, გამოძერწავს მას. განსაკუთრებით საინტერესოა ქრისტოლოგიური ანალოგია, რომელსაც მაქსიმე იყენებს როგორც ქრისტეში ორი ბუნება არსებობს შეუვლენელად და განუყოფლად, ასევე ადამიანებიც ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო არსებობით, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებენ საკუთარ უნიკალურ თვითობას, გნებათ თვისებას. ეს ორივე სიტყვა თვითობა და თვისება ძველ ქართულში სინონიმები იყო და ნიშნავდა აი რასაც ჩვენ მე თვითონ self ინგლისური. ადამიანები ერთმანეთში არ იშლებიან, თუმცა მთლიანად განცანკელებულები ვიც არ არიან. ერთმანეთში არ აიზილებიან, ერთმანეთში არ შეზავდებიან ადამიანები იშლებიან. ეს ავტომატური თარგმანია. თუმცა მთლიანად განცალკევებულებიც არ არიან. ყოველი პიროვნება ერთიან სხეულში არსებული უნიკალური ცენტრია. აქედან ვითარდება ეკლესიის როგორც ცოცხალი ორგანიზმის იდეა. ყველა ლოგოსი ერთ მთლიანობაშია გაერთიანებული, როგორც სხეულის უჯრედები ან უსასრულო სფეროები, რომლებიც ერთმანეთთან მუდმივ კავშირშია. მრავალფეროვნება არ ანგრევს ერთობას, ხოლო ერთობა არ შთანთქავს განსხვავებას. სწორედ ეს არის ყოვლიერების ეუქარისტიული მოდელი, მრავალი ერთში და ერთი მრავალში. საბოლოოდ ეს თეოლოგიური ფილოსოფიური ხედვა ადამიანს აღიქვავს როგორც ღვთაებრივი სიცოცხლის დინამიკურ მონაწილეს. ადამიანი არ არის უბრალოდ ინდივიდი, არამედ ღვთის თავისუფალი გამოსვლის, სიყვარულისა და მრავალფეროვნების ცოცხალი გამოხატულება. მისი მიზანია საკუთარი ლოგოსის აღმოჩენა, ტკივილისა და თავისუფლების გზით პიროვნება ჩამოყალიბება და საბოლოოდ ღვთაებრივ სისავსეში დაბრუნება, როგორც სრულყოფილი პიროვნება.